თავი მეშვიდე, შავეთის ველზეც რომ ვიარო. მეცხვარის თვალით დანახული ეს გამონათქვამი წარმოადგენს ფსალმუნის გარდამავალ პუნქტს. სურათი ესე გამოიყურება, თითქოს აქამდე ცხვრები იკვეხნიდნენ თავისი ყველანაირად უზრუნველყოფილი მდგომარეობით ზღუპის გადაღმა მეზობლად მყოფი გაუბედურებულ ცხვრებთან. ამ სტრიქონიდან გამომდინარე ცხვარი უშუალოდ მეცხვარეს მიმართავს. პირადული ნაცვალსახელები მე და შენ განსაზღვრავენ ამ დიალოგს. საუბარი გადადის მიმნდობ, გაშინაურებულ დიალოგში. ეს სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. ზაფხულის დასაწყისში იწყება ხანგრძლივი გადასვლები მაღალმთაგორიან საზაფხულო საძოვრებზე. ხელმიშვებული და გატყიურებული ცხვრები ზღუპდის გადაღმა ადგილზე რჩებიან. მათმა მეპატრონემ არაფერი იცის მთების შესახებ, განსხვავებით იმ კეთილი მწყემსისა, რომლის ცხვრებიც მთელი ზაფხული მისი მზრუნველობის ქვეშ რჩებიან. პალესტინის მეცხვარეობის ფერმებში, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში, ყველა კეთილსინთეზიერი მწყემსი შეწუხებულია იმით, რომ გადაიყვანოს თავიანთი ფარები ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შორეულ საზაფხულო თიან საძოვრებზე. ამისათვის აუცილებელია ხანგრძლივი გადასვლები. ცხვრები ძალიან ნელა გადაადგილდებიან წინ, გზადაგზა ბალახობენ და გამდნარ თოვლს კვალდაკვალ მიჰყვებიან მთის მწვერვალისაკენ. გვიან ზაფხულამდე ცხვრები რჩებიან მთის შორეულ ალპიურ მდელოებზე და თუ ადრეული შემოდგომა თოვლიანია და მთის მწვერვალები თოვლით იფარება, მაშინ მეცხვარეები იძულებულები არიან ბარში ჩამოიყვანონ თავიანთი ცხვრები. შემოდგომის დასასრულს ცხვრებს საბოლოოდ სახლში გადადენიან, რათა ზამთარი ფარეხში გაატარონ. მეცხვარეობაში წლიური პროგრამის ამ საბოლოო მომენტს შეესაბამება აღწერილობა ფსალმუნის ბოლო ნაწილში. მთელი ზაფხული ფარა მარტო ამ წყემსთან ერთად საზაფხულო საძოვრებზე. ცხვრები მასთან მჭიდრო ურთიერთობაში ცხოვრობენ. დღე და ღამე ისინი ტკბებიან მისი პირადული საზრუნავებით. ამიტომაც ფსალმუნის ბოლო სტრიქონები დაწერილია სანდომიან პირადულ მიმართვის ფორმაში. ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ყოველი მოქმედება ვითარდება დრამატულ ფონზე. ციცაბო მთები, ბობოქარი მდინარეები, მთის მდელოები და საძოვრები მაღალმთიან რაიონებში. მეფსალმუნე დავითისთვის უშუალოდ იყო ცნობილი ასეთი ადგილების ხედი. როცა ღმერთმა სამუელი გააგზავნა დავითთან, რათა მას უნდა ეკურთხა დავითი ისრაელი ხალხის მეფედ, იგი არ იმყოფებოდა სახლში თავის ძმებთან ერთად, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ ფერმასთან არსებულ ახლომდებარე მინდვრებზე. დავითი იმ დროს მთებში იყო წასული, სადაც თავისი მამის ფარას მწყემსავდა. საჭირო იყო მაცნეს გაგზავნა, რათა ეცნობებინათ მისთვის სახლში ჩამოსვლა. ამიტომ არაა გასაკვირი ის, რომ დავითს შეეძლო ესე მკაფიოდ გადმოეცა ურთიერთობა ცხვარსა და მწყემსს შორის. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი იყო არა მარტო ყველა სირთულე და საფრთხე, არამედ სიხარულიც, რომელიც მოაქვს ასეთ მოგზაურობას მაღალმთიანობაში. იგი ყოველთვის თან ახლდა თავისი ცხვრის ფარას საზაფხულო საძოვრებზე და კარგად იცნობდა ამ ველურ და ამავე დროს მაინც ძალიან მშვენიერ არემარეს თვალისთვის შეუმჩნეველი ადგილების ჩათვლით. თავისი ფარა მას არასოდეს არ მიჰყავდა წინასწარ დაუზვერავ ადგილებში. მისთვის კარგად იყო ცნობილი ყველანაირი საშიშროება. იყო ეს ბობოქარი წყალუხვი მდინარეები, ზვავები, თოვლიანი თუ ქვიანი, თუ შხამიანი მცენარეები და გარეული ცხოველები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ცხვრებს. აგრეთვე საშინელი თოვლიანი ქარიშხლები და სეტყვა. ასეთი არახელსაყრელი პირობების დროს იგი ყოველთვის წინ მიუძღვებოდა თავის ფარას უკიდურესი მზრუნველობით გამსჭვალული და უზრუნველყოფდა მათ ყველაფრით.
არაფერი არ წარმოადგენდა დავითისთვის მოულოდნელობას. იგი ყოველთვის მზად იყო იმისთვის, რომ ნებისმიერ ვითარებაში დაეცვა თავისი ფარა და ნიჭიერად ემწყემსა. ყველაფერი ეს ნათლად ჩანს ამაღელვებელ და თავმდაბლურ ბოლო სტრიქონებიდან, სადაც გადმოცემულია რწმენა და მოსვენება, რომელსაც სული მიჰყავს სიმშვიდისაკენ. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ მეშინია, რადგან შენ ახარ ჩემთან. შენ ჩემთან ახარ ნებისმიერ მდგომარეობაში, ნებისმიერ განსაცდელში, ნებისმიერი სასოწარკვეთილებისა და შეჭირვების დროს. ერთ-ერთ ქრისტიანულ სიმღერაში ასეთი სიტყვებია: გამიძეხმე მაღლა მთებში. როგორი სევდა დაგყვება იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც შორს უნდა მოვიტოვოთ ბარის ცხოვრება. ჩვენ ვისურვებდით ავმაღლდეთ ჩვეულებრივ ხალხზე და ღმერთთან მიმდობელ ურთიერთობაში შევიდეთ. ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ გრძნობებზე და ამავე დროს გვშურს იმ ადამიანებისა, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ მწვერვალებს და იპოვეს სიცოცხლე მაღალ სფეროებში. ხშირად ჩვენ ვიქმნით ყალბ წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებითაც, რაც რეალობაში ხდება. წარმოდგენილი გვაქვს, თითქოს ამ ზეადგილებში მოხვედრა შესაძლებელი იყოს საჰაერო ხიდის საშუალებით, მაგრამ რწმენის სფეროში ეს სხვაგვარად გამოიყურება. აქ გვერდს ვერ აუხვევთ უსწორმასწორო და ხაუიან ბილიკებს. ქრისტიანების მდგომარეობა იმსგავსება მდგომარეობას მეცხვარეობის მეურნეობაში. შედარებით ზემოთ განლაგებულ მთის მდელოებზე შეიძლება მოხვდე ველების გავლით. ნებისმიერი მთის ძირას შეიძლება ველების პოვნა. მთის ფერდობები გადაკვეთილია ხრამებით, ხეობებითა და თხრილებით. მთის მწვერვალისკენ მიმავალ საუკეთესო გზას ყოველთვის მივყავართ ამ ხეობებითა და ველებით. ნებისმიერი მეცხვარე, რომლისთვისაც ცნობილია მაღალმთიანი რაიონები, იცის ამის შესახებ. ფრთხილად და წინდახედულად გაუძღვება ხოლმე იგი თავის ფარას მთიანი ბილიკებით, რომლებიც მიიკლაკნებიან ზემოთ ბნელი ხეობების გავლით. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ამ სტრიქონში ნათქვამია შავეთის ველზეც რომ ვიარო. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ იქ მოსალოდნელია დაღუპვა ან შეყოვნება, არამედ ის, რომ გადავივლი ამ შავეთის ველზე. ჩვეულებრივად ამ სტრიქონის ციტირებას ახდენენ იმ ხალხის დასამშვიდებლად, რომლებიც იძულებულები არიან გაიარონ სიკვდილის ველზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ღმერთის შვილისთვის სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს, არამედ გადასასვლელს ახალ, უფრო მაღალ სიცოცხლეში და იესო ქრისტესთან მიმდობ პირადულ ურთიერთობაში. სიკვდილი არაფერს არ წარმოადგენს თუ არა პირქუშ ველს, რომელიც ჩაედინება მარადისობაში, უფალთან სრულ ახტაცებასა და ნეტარებაში. სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, ის წარმოადგენს გასასვლელს მარადისობაში დიდებისაკენ. კეთილმა მწყემსმა იესო ქრისტემ იცის ამის შესახებ და გვითხრა: აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველ დღე წუთი სოფლის დასასრულამდე. მათე თავი 22 მუხლი მე-20. შავეთის ველზეც კი იგი ჩვენს გვერდითაა. მე თავად განმიცდია ჩემს თავზე ეს დიდებული ნუგეშისცემა, როცა ჩემი მეუღლე იმყოფებოდა ამ მეტად მაღლა მდებარე ქვეყანაში. 2 წლის განმავლობაში ჩვენ ყველანი მივდიოდით სიკვდილის შავეთის ველზე და თვალყურს ვადევნებდით, თუ როგორ ანადგურებდა კიბო მის მშვენიერ სხეულს. როცა მოახლოვდა სიკვდილის ჟამი, მე ვიჯექი მის ასთუმალთან და მისი ხელი მეჭირა. მდუმარეთ და წყნარად ჩვენ მივემართებოდით სიკვდილის შავეთის ველზე. ორივენი ვგრძნობდით იესო ქრისტეს თანდასწრებას. განშორებისას შიში არც გვქონია, იყო მხოლოდ გზის გაგრძელება უფრო მაღლა განლაგებულ ქვეყანაში. იმათთვის, ვინც დედამიწაზე რჩება, ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. წინ ჯერ კიდევ გასავლელია ველები, სადაც ჩიხები არ არსებობს.
აუხდენელი ოცნებები, სასოწარკვეთილება, თავგზის დაბნევა, გამომვალი სიტუაციები, შავბნელი ძნელი დღეები, ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს შავეთის ველები, მაგრამ ეს ყოველივე ყოველთვის როდინიშნავს კატასტროფას. ჩვენი უფლისაკენ მიმავალ გზაზე ისინი შეიძლება იქცნენ უფრო მაღლა განლაგებულ ქვეყანაში მისასვლელ გზებად. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ მთიანი გზები, რომლებსაც უღელტეხილისაკენ მივყავართ, ველებსა და ხეობებზე გადის. ამის მსგავსად მივყავართ ღმერთს ველებზე გავლით მაღლა. თუ ოდესმე მიხდება კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა, ვლოცულობ და ღმერთს ვევედრები. უფალო ღმერთო, ეს მდგომარეობა უკიდურესად რთულია ჩემთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სიტუაცია გამოავლენს მარტივ და მოხერხებულ გზას, რომლის საშუალებითაც მე შემეძლება მაღლა მთის მწვერვალს მივაღწიო. და საბოლოოდ, როცა მე უფალს მადლობას ვუხდი პირქუში და ძნელი დღეებისთვის, მე გარკვევით ვხედავ, რომ ჩემს შეჭირვებებში იგი ჩემთან არის. მაშინ უკან იხევს შიში და წუხილი და ეს ყველაფერი გზას უთმობს რწმენას მის მამობრივ მზრუნველობაში. მე ვიღებ რწმენას იმისას, რომ ყველაფერი შეიცვლება ჩემს საკეთილდღეოდ, რამე თუ უფალი ჩემთანაა და ყველაფერი მის ხელთაა. წინაპირობა იმისა, რომ ქრისტიანმა მიაღწიოს ესეთ რწმენას, გახლავთ ის, რომ შეგნებულად მიღებულ უნდა იქნას ყველა უსიამოვნება. ეს ნიშნავს, მიღწეულ უნდა იქნას უფალთან ურთიერთობის შედარებით მაღალი საფეხური. ვინც შეიმეცნა უფალთან ურთიერთობის ეს ახალი პირადული ნაირსახეობა, მათ შეუძლია ცხოვრებისეული შეჭირვებების შედარებით უფრო იოლად დაძლევა, ვიდრე ადრეულ პერიოდში. არსებობს სხვა მიზეზიც იმისა, თუ რატომ მიყავთ ცხოვრები ველებისა და ხევების გავლით. ამ ბილიკებს არა მარტო შედარებით გაადვილებული აღმართები აქვს, არამედ აქ მეტი წყალიც მოიპოვება. მთაში მიმავალ გზებზე შესაძლებელია შეგხვდეს რუები, ტბორები, ცივი წყაროები. ზაფხულის თვეებში ხანგრძლივი გადასასვლელები შეიძლება მომქანცველი და დაძაბული გახდეს. ცხვრები განიცდიან საშინაო წყურვილს, ამიტომაც უწყლობით და ტანჯულები აღტაცებით ხარობენ, როცა ველებზე ხვდებიან წყაროებს და გაგრილებას ახერხებენ. მახსენდება, ერთ ზაფხულს ჩვენს არემარეში უზარმაზარ ფარას 10,000-ზე მეტ ცხვარს რომ ითვლიდა, ერეკებოდნენ ზაფხულის საძოვრებისკენ. მეპატრონეები გვიახლნენ თხოვნით, რათა მათთვის მიგვეცა საშუალება, რათა მათ ცხვრებს წყურვილი მოეკლათ ჩვენს მიწაზე გამდინარე მდინარეზე. მოწყურებული ცხოველები ხარბად დაეწაფნენ მდინარის წყალს, ხოლოდ ჩვენს ველზე იყო საკმარისი წყალი მათ დასაკმაყოფილებლად. იმის მერე, როცა დიდ შეჭირვებებს გავივლით, ადრე თუ გვიან დავწმუნდებით, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია გაგვიძღვეს ველებზე, სადაც შეგვიძლია მოსვენება და გაგრილება. და მაშინ ჩვენი გულები ივსება მადლიერების გრძნობით იმ გამოცდილების შემდეგ, რომელიც ჩვენ სული წმიდის საშუალებით მივიღეთ ჩვენი სულის გასამაგრებლად. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის დროს და მისი გარდაცვალების შემდეგ მე შევძელი შემემეცნა ის, რომ სული წმიდის საშუალებით მე ყოველთვის ვგრძნობდი ძალების მოზღვავებას, ნუგიშის ცემასა და შინაგან გაწონასწორებულობას. მიუხედავად სასოწარკვეთილი გარემოებებისა, რომლებშიც მე ვიმყოფებოდი, მე ჩვენებოდა, რომ გამუდმებით მაცოცხლებდნენ და მამაგრებდნენ. თუ ამას საკუთარ თავზე არ გამოცდი, წარმოსადგენადაც ძნელია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთ კრიზისებს ადამიანი ვერ გადაიტანს, მაგრამ ქრისტიანები, რომლებიც გადიან ამ შავეთის ველებს, უფალთან ერთად შეუძლიათ განიცადონ ნამდვილი რეალური გამხნევება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ასეთი ადამიანები, რომლებმაც თავად გაიარეს შავეთის ველებზე, შეუძლიათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ნუგიშის ცემა და გამხნევება. ხშირად ვასრულებთ ხოლმე ლოცვებს ან ვმღერით სულიერ სიმღერებს, რომლებშიც ღმერთს ვევედრებით, რომ ჩვენში სხვა ადამიანები კურთხეულ იქნან.
როგორც წყალს შეუძლია მიედინებოდეს მხოლოდ ერთ თხრილში, ერთ კალაპოტში ან ერთ ველზე, ასევე ღმერთის კურთხევა ქრისტიანის ცხოვრებაში შეიძლება მიედინებოდეს იმ ველებზე, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში შეაღწია ტკივნეული მოვლენების საშუალებით. ასე მაგალითად, გლოვიარე ადამიანს შეუძლია თანაუგრძნოს იმან, ვინც თავად დაკარგა ახლობელი ადამიანი. იმან, ვინც თავად განიცადა სულიერი ტკივილები, საუკეთესო სახით შეუძლია ნუგეშისცემა დამწუხრებული გულის მქონე ადამიანისთვის. უმრავლესობა ჩვენთაგანისა თავს იკავებს და უკან იხევს შეაბიჯარა ჩვენს ცხოვრებაში არსებული შავეთის ველზე. ჩვენ გვეშინია და მიუხედავად ამისა, უფალმა შეიძლება ზუსტად ეს ველები გამოიყენოს ჩვენს ცხოვრებაში, რათა სხვებს დახმარების ხელი და ლოცვა კურთხევა გავუზიაროთ. ამიტომ ნუ ვეცდებით გადავუხვიოთ უსიამოვნებებსა და შეჭირვებებს. ისინი შეიძლება კურთხეულ იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ახლობლებისთვის. არსებობს კიდევ მესამე მიზეზი იმისა, თუ რატომ მიუძღვება მწყემსი თავის ფარას მაღალმთიან რაიონებში ველებისა და ხეობების გავლით. იქ მოიპოვება ყველაზე მეტად ნაყოფიერი და საუკეთესო საკვები. ფარას მწყემსები მიერეკებიან წყნარად, აუჩქარებლად, პატარა ბატკნების ტემპის გათვალისწინებით, რომლებიც ამ გზას პირველად გადიან. მეცხვარე შეწუხებულია იმით, რომ უზრუნველყოს ნერვები და ბატკნები საკმარისი რაოდენობის წყლითა და შეძლების დაგვარად საუკეთესო ნოყიერი საკვებით. ყველაზე ნოყიერი მდელოები განლაგებულია მდინარის განაპირა ველებზე. ამ ადგილებში მაღალმთიანი მდელოებისაკენ მიმავალ ცხვრებს ბალახობა შეუძლიათ, რამდენიც გაუხარდებად. ნოყიერი მინდვრები ხშირად განლაგებულია ციცაბო ფერდობებზე. ორივე მხრიდან აღიმართება მძლავრი ციცაბო კლდოვანი კლდეები. ასეთი ღრმა და ვიწრო ველები დღის უმეტეს მონაკვეთში ჩრდილშია განლაგებული, რამე თუ მზის სხივები მხოლოდ შუადღეზე, სადილობის დროს თუ გაანათებს ხოლმე იქაურობას. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მეცხვარე მიცის, რომ კლდოვან ნაპრალებში ბინადრობენ გარეული ცხოველები, როგორებიცაა სტეპების, ანუ ველების მგლები, დათვები, პუმები, რომლებსაც თავიანთი თავშესაფრებიდან შეუძლიათ თავდასხმა ფარაზე. მან აგრეთვე იცის, რომ ვიწრო ბილიკები მოულოდნელად წამოჭრილი ქარბუქებისა და წყალდიდობების ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ამ დროს ბობოქარი წყლები მიემართება ველებისაკენ. დიდ საშიშროებას აგრეთვე წარმოადგენენ ქვიანი ჩამოზვავები, ტალახისა და თოვლის ზვავები. შესაძლებელია ათობით სხვადასხვაგვარი ბუნებრივი კატასტროფები, რომლებსაც შეუძლიათ გამანადგურებლად იმოქმედონ ცხრების ფარაზე ან საკმაო ზარალი მიაყენონ მეცხვარეს. მიუხედავად ყველა საშიშროებისა, მეცხვარემ იცის, რომ ეს გახლავთ საუკეთესო გზა, რომლითაც მას შეუძლია სარგებლობა ცხრების მაღალმთიან საძოვრებზე გადასაყვანად. მას არანაირი დაძაბულობისა თუ შეჭირვებების, არანაირი დროის დანაკარგების არ ეშინია, რათა თანადროულად აღმოუჩინოს დახმარება ცხრებს და თავი მოარიდოს მოახლოებულ საფრთხეებს. საფრთხეებს კი წარმოადგენენ მოულოდნელად წარმოშობილი წვრილი სეტყვა, თოვლის ხორხოშელა, წვიმიანი ან თოვლიანი ქარბუქები, რომლებიც მთის მწვერვალებიდან ველების გავლით ვრცელდება. თუ ცხრები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მყოფებიან თოვლიანი წვიმის ქვეშ, ამ გარემოებამ მოკლე დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაუვალი დაღუპვა. ცხრები გახლავთ მეტად თხელკანიანი ცხოველები, ამიტომ მეტად ამთვისებელნიც არიან გაციებისა, ფილტვების ანთებისა თუ სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების მიმართ. მახსენდება ერთხელ ადრეული ზაფხულის პერიოდში, როგორ მოვხვდი შტორმის ქვეშ მთის როკ მანტანას ძირას. ის დილა საოცრად ნათელი და მზიანი იყო. მოულოდნელად შუა დღისას ცაზე მოგროვება დაიწყეს პირქუშმა, შავმა ღრუბლებმა. ყინულივით ცივი ქარი მოახლოებული შტორმის მაუწყებელი იყო. ცა უფრო და უფრო შავდებოდა, სადილის მერე ველზე ძლიერმა წვიმამ დასხო. შევეცადე, რაც შეიძლება სწრაფად მეპოვნა გაუბედურებული, ქარით დაგლეჯილი სოჭნარი თავშესაფრად.
თვალის და ხამხამებაში სულ ერთიანად დავსვოლდი. რაც უფრო ძლიერდებოდა წვიმა, სიცივე მით უფრო მატულობდა. წვიმა თანდათან თოვლის ხორხოშელაში გადაიზარდა და მერე თოვლსა და სეტყვაში. მოკლე ხანში მთის ფერდობი სულ გადათეთრდა და ეს ხდებოდა ივნისის შუა რიცხვებში. სიბნელემ მოიცვა მთელი ლანდშაფტი. ცხვრები მოახლოებულ შტორმს გრძნობდნენ. ცხვრებს თავი რომ არ შეეფარათ ციცაბო კლდის ქვეშ არსებულ მთის ხეობაში, ისინი ნამდვილად ვერ გადაიტანდნენ ამას. ამ ველზე იმიტომ ვიმყოფებოდით, რომ ზუსტად იქ იზრდებოდა ნოყიერი ქორფა ბალახი და გზა მთიანი მდელოებისკენ აქ გადადიოდა. ჩვენმა კეთილმა მწყემსმა ყველაფერი იცის ამ საფრთხეების შესახებ, როცა მიგვიძღვება ცხოვრების ველებსა და ხეობებში. მან ისიც იცის, თუ სად შეიძლება ვიპოვოთ ძალისხმევა, საკვები და მოსვენება ამ საფრთხეების გარემოცვაში. ღმერთის შვილისთვის ეს წარმოადგენს ნუგეშისცემას, იმისას, რომ ყველაზე ბნელ ველებზეც კი შეიძლება ნაპოვნ იქნას ძალისხმევისა და სიმშვიდის წყაროები ჩვენს უფალში. რწმენა მყარდება და ახლდება. თუ ქრისტიანი მიმოიხილავს თავის ცხოვრებას სათანადოდ და ამასთან დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე პირქუშ საათებში მას იცავდა და წინ მიუძღვებოდა კეთილი მწყემსი. არაფერი ისე არ ამაგრებს ჩემს რწმენას ჩემი ზეციერი მამის მიმართ, როგორც ის გარემოება, რომ ჩემი ცხოვრების მიმოხილვისას მე მივხვდი, რომ შეჭირვებებისა და კრიზისების დროს მე დავინახე მისი ერთგულება და მზრუნველობა ჩემს მიმართ. იგი ყოველთვის მიმტკიცებდა თავის სიყვარულსა და ინტერესს ჩემი კეთილდღეობის მიმართ, ხოლო პირქუშ დღეებში, ღრმა ხეობებში მიმავალს მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ წინ მიმიძღვებოდა ჩემი კეთილი მწყემსი იესო ქრისტე. ასეთი გამოცდილება ამაგრებს ჩემს რწმენას და ყოველთვის, როცა სულიერი შტორმებისა და ცხოვრებისეული უღმართობების დრო დგება, იზრდება ჩემი წინააღმდეგობის ძალა. თუ აქამდე მას მივყავდი და არ მეშინოდა საფრთხეებისა, ვაანალიზებდი რა ჩემთვის, მას შეუძლია ეს მომავალშიც გააკეთოს. ამის ცოდნა უკუაგდებს ყოველნაირ საშიშროებას და სიმშვიდით ავსებს ჩემს გულს. ამ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, რომ მოხდეს. შტორმები, გარეული ცხოველები ან სხვა შეჭირვებები შეიძლება დამეცეს თავს ან დამღუპველი საფრთხეების ნაკადი მემუქრებოდეს ყოველდღიურად. მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ჩემი მოძღვარი ამ საფრთხეების შუაგულში იმყოფება ჩემთან ერთად და განა შეიძლება მეშინოდეს რაიმე სი. ასეთი წესი ცხოვრება ნიშნავს მიჰყვებოდე იმ გზას, რომელსაც მიყავხარ მაღალი საფეხურებისაკენ, რომელიც გასხივოსნებულია მშვიდი და წყნარი ცხოვრებით იესო ქრისტესთან ერთად. და მხოლოდ იმ ქრისტიანმა, რომელმაც ისწავლა ასეთნაირად ცხოვრება, შეუძლია გამხნევოს და დაეხმაროს შედარებით სუსტ წამოდგომაში. უმრავლესობა ჩვენთაგანისა შეძრწუნებული და თავზარდაცემულია ცხოვრებისეული ქარბუქებით. თუმცა კი ვამტკიცებთ, რომ მინდობილები ვართ იესო ქრისტეს, მაინც ღრმასოს წარკვეთილებაში ვარდებით, როგორც კი პირველი ჩრდილები დაგვეცემა და გზების გავლა სიბნელეში გვიწევს. ხანდახან ისიც აქვს სურს, რომ მოვეშვათ და გარდავიცვალოთ ყველაფერზე ხელებ ჩაქნეულებმა, მაგრამ ესე არ უნდა იყოს. ვის შეუძლია გახდეს ძალისხმევის საყრდენი და გამხნევების წყარო? მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც მთლიანად იესო ქრისტესაა მინდობილი, ვინც გამოცდილებიდან იცის, რომ ნებისმიერ შეჭირვებაში ღმერთი მასთან იმყოფება, მას შეუძლია უშიშრად და მაღალაღმართული თავით გაიაროს ცხოვრების პირქუშ ველებზე. ხანდახან ხდება, რომ ვერ დავახწევთ ხოლმე თავს ამ ბნელ ველებს. თავად კეთილი მწყემსი გვარწმუნებდა ამას. წუთის სოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე წუთის სოფელს. იოანე თავი მე-16 მუხლი 33. აქ საუბარი არაა იმაზე, თუ რა რაოდენობის შავბნელი ველები უნდა გადავიაროთ ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა არც იმას, თუ რამდენად პირქუშია ეს ველები. საკითხი ასე დგას, მე როგორ დავძლიო ეს? როგორ გავუმკლავდე ყველა იმ შეჭირვებასა თუ საშიშროებას, რომლებიც წინ შემხვდება?
იესო ქრისტესთან ერთად ყველაფერ ამას მშვიდად და გაწონასწორებულად ვხვდები. უფალთან ერთად მათი გადალახვით მე შემიძლია მივაღწიო რწმენის უფრო მაღალ საფეხურს. ამ გზაზე მიმავალს არა მარტო ჩემთვის ვილოცებ, არამედ სხვებისთვისაც გავხვდები კურთხეული, იმათთვის, ვინც შესაძლებელია ჯერ კიდევ შიშში ცხოვრობს.